ეს ამბავი არის 14 წლის ამერიკელი მოზარდის შესახებ, რომელსაც უყვარდება გოგო, ონლაინ გაიცნობს, უყვარდება და მოკლედ აი ამ თინეიჯერობის ასაკის ძალიან დიდი აღმაფრენით და უდიდესი ჩართულობით არის ამ ურთიერთობაში და მერე იკლავს თავს. და აღმოჩნდება, რომ ამ გოგოს მიღმა არის არავინ, არამედ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საოცარ ნდობაში შედის თავის უნარების შესაბამისად ამ ბიჭთან და მერე ბოლოს ეუბნება, რომ შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე და უნდა დაასრულო სიცოცხლე. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენა, რომ გადავამოწმო მერე ბევრი წყარო ვნახე, ანუ NBC-ზე ოფიციალურად დევს ნიუსი, რომ ამ ბიჭის დედა ჩივის სასამართლოში, იმის დასადგენად თუ რა დგას და ვინ დგას ამის უკან. ჩემი ეს ვიდეო არის იმის შესახებ, რომ სინამდვილეში რაღაცა უხილავი რამხელა საფრთხეები დგას აი იმ ოკეანის მიღმა, რომელიც არის ეს ინტერნეტი და ეს ტექნოლოგიები და ეს ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ და რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი შვილებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას, გაზიარებას და განათლებას თუ რა საფრთხეა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენი შვილების ტელეფონები და მიმოწერები უნდა ვაკონტროლოთ 24 საათი და ასე შემდეგ უბრალოდ არა, აი ამაზე პირდაპირ ავიღოთ და ხშირად ვესაუბროთ. მე მქონდა ამას წინ სხვათა შორის მაგალითი ჩემს ოჯახში და ჩემს შვილს ვუთხარი, რომ შეიძლება აი ახლა აი ამ მიმოწერის უკან სულაც არ იდგეს ის ადამიანი, ვინც არის ფოტოზე და პირდაპირ მაგალითებით მოუყევი რა საფრთხე შეიძლება იყოს. და ასე ვთქვათ, შევთავაზეთ რაღაც წესებზე, გარკვეულ შეზღუდვებზე, რაცაც უბრალოდ მე ვითხოვ. ეს არ არის, რომ რაღაცა ბავშვის რაღაცას ვზღუდავ. არა, მე ვითხოვ გარკვეულ შეზღუდვებს, აი ამ კომუნიკაციაზე, სოციალურ ქსელში, რომ დავიცვათ ჩემი შვილები და თქვენც ამას გირჩევთ.